გუშინ თავისუფალ თეატრში გაიმართა სპექტაკლის პრემიერა, რომელიც მიეძღვნა დიდ წმინდა მოღვაწეს, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალს. თემაზე საუბრო ჩემოგვერთა თეატრ ანარეკლის რეჟისორი გიგი ლორია. გიგი, დილომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ პრემიერას პირველ რიგში. დიდი მადლობა, მივესალმები თქვენს მაყურებელს, პირველად ვარ თქვენს ტელევიზიაში და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. ქეთევან წამებული, ასე ქვია, სპექტაკლს, რომელიც პრემიერად შედგა გუშინ თავისუფალ თეატრში. სითამამე სჭირდება ალბათ შეეხო ისეთ დიდ წმინდანს და ისეთ დიდ მოღვაწეს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორიც არის ქეთევან წამებული, მე-16-მე-17 საუკუნის მოღვაწე, ვიცით მისი ცხოვრება ყველა ქართველმა მეტნაკლებად ალბათ და მისი დიდი ღვაწლი იყო დედოფალი კახეთის, რომელსაც ყველანაირი ამქვეყნიური კეთილდღეობა ჰქონდა, მაგრამ მან აირჩია თავგანწირვა და ღვთისთვის თავდადება და საკუთარი სიცოცხლე გაიღო. ამით დიდი მაგალითი მისცა ჩვენს ქვეყანას. თქვენი ვერსია როგორი არის? როგორ შესთავაზეთ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მაყურებელს? აი ფორმა საინტერესოა, როგორი არის სპექტაკლის. დიახ, ძალიან დიდი სითამამე ჭირდება, მაგრამ ამავდროულად ჭირდება სიყვარული ამ დიდი წმინდანის მიმართ და მე ვიტყოდი, რომ ეს ამას ვგრძნობდი და მინდოდა რომ ეს ადამიანებისთვის გამეზიარებინა. ჯერ ერთი ისტორიის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადამიანებისთვის, მით უმეტეს ისეთი დიდი პერსონის მიმართ, როგორც ქეთევან დედოფალია და თან მისი ცხოვრება ძალიან ბევრი კუთხით არის მაგალითის მომცემი. თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ყოველდღე ვდგებით არჩევანის წინაშე, ავირჩიოთ საკუთარი სინდისი თუ ავირჩიოთ კომფორტი და გადავაბიჯოთ საკუთარ სინდისს. და როცა ქეთევან წამებული ამ არჩევანის წინაშე დადგა, მან აირჩია რა საკუთარი თავი და კომფორტი, აი როგორც ჩვენ თითქმის უმეტესწილად ვაკეთებთ ადამიანები, მან აირჩია ღმერთი და სიმართლე და სიმართლე ყოველთვის ძნელი საპოვნელია და ყოველთვის ასე იქნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამაზე ლაპარაკი ჩემთვის. და ეს იყო მიზეზი ალბათ, ხო, ალბათ რის გამოც ეს თემა აირჩიეთ სწორედ. დიახ, კიდე არის ის, რომ ჩვენ თუ თავხდებით იმაზე, რომ სიყვარული საზომი ერთეული არის თავგანწირვა, ქეთევან დედოფალი არის თავგანწირვის მაგალითი, თავგანწირვა ქვეყნისთვის, რწმენისთვის და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გიგი, თქვენ შეეხეთ თემას, აი დასაწყისშიც აღნიშნეთ ისტორიას, რომლის შესახებაც მეტნაკლებად მაინც ყველა ქართველმა იცის. ანუ ეს შინაარსი, ვთქვათ, ისტორია მაინც ცნობილია ქართველებისთვის. ალბათ საინტერესოა უფრო ფორმები, ну რა თქმა უნდა ისტორიის შეხსენება, მაგრამ ასევე ფორმები, როგორ განახორციელეთ ეს ყველაფერი და როგორ შესთავაზეთ მაყურებელს. დიახ, მართალია ბევრმა იცის, მაგრამ ესე სიღრმისეულად რაც უფრო მეტად და სიღრმისეულად გვეცოდინება მის შესახებ, მით უკეთესია ჩვენთვის ისევ, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიით ვამაყობთ ქართული საქართველოს ისტორიის დღემდე რომ მოვედით სწორედ ქეთევან წამებულის გავსი ადამიანები და ქეთევან წამებულის დამსახურება, რომ საქართველოს დღეს არსებობს და სანამ იარსებებს ესეთი ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის და რწმენისთვის თავის გაწირვა შეუძლია, მანამდე იარსებებს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ფორმას, არის ფორმა ავირჩიე ქორეოგრაფიული ძამბუნებრივი ენა იქ ჩემთვის. იმიტომ რომ ძალიან მასშტაბური წმინდანია ქეთევან წამებული არა მარტო ქრისტიანებისთვის, არამედ კათოლიკეებისთვისაც და სხვადასხვა ინდოელებისთვის და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის და მინდოდა რომ ყველასთვის გასაგებ ენაზე მელაპარაკა. ამის შესახებ ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია გულს. როგორ მიიღო მაყურებელს, იმიტომ რომ ხა ჩვენ გუშინ მქონდა სპექტაკლი პრემიერა და ეს იყო პირველი, ხო? მეორე ჩვენება იყო. პირველი პრემიერის შემდეგ ინდოეთის წარმომადგენლები იყვნენ სპექტაკლზე და გამოგვიგზავნეს მოწვევა და ჩვენ უკვე ვემზადებით, იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად ალაგდება და ნოემბერში ვეწვევით ინდოეთს, იმიტომ რომ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები გოაშია დაბრძანებული და ჩვენს ძალიან დიდი სიხარულია ეს, იმიტომ რომ თვითონ ინდოელებსაც ძალიან დიდი სიყვარული აქვს ქეთევან დედოფლის მიმართ და ხო, ჩემთვის ეს მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გუშინელ პრემიერაზე 6 სხვადასხვა ქვეყნის საელჩოდან იყვნენ მობრძანებულები და ძალიან დიდი სიყვარული, სითბო და პატივისცემა გამოთქვეს პირველ რიგში ქეთევან დედოფლის მიმართ და სპექტაკლის მიმართ იყო ძალიან დიდი ინტერესი და ისტორიკოსი თუ ყავდათ კონსულტანტი, აი ესეც საინტერესო არის, თქვათ, მაინც ალბათ
ფაქტობრივი უზუსტობებისგან რომ ყოფილიყავით დაზღვეული თუ ამ მხრივ სასულიერო პირებთან სასულიერო გავდივდი პირებთან, კონსულტაციას, მე ვფიქრობ, რომ როცა ესეთი თემა ხშირ მე ყველა სპექტაკლზე სასულიერო პირებთან გავდივარ ხოლმე კონსულტაციას, მაგრამ როცა ესეთი თემა ისინი უფრო კომპეტენტურები არიან ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლები. თეთრანწამებულზე რა შეიტყობს ახალს საზოგადოება ამ სპექტაკლით? ჩემთვის ახალი რაც არ დაწერილა, მე იმას ვერ გამოვიგონებდი, რა თქმა უნდა, პირიქით მე ვეცადე ისტორიული ფაქტებზე დაყრდნობით გამეკეთებინა სპექტაკლი, თუმცა შეიძლება რაიმე ნაკლებად ცნობილი ფაქტი კონდეთ წინ წამოწეული, თუ არის ასე. ჩემთვის გეტყვით რა იყო მთავარი. ჩემთვის მთავარი არის, რომ ემოცია, კეთევან დედოფალის ცხოვრება ადამიანებისთვის გამხდარიყო ახლობელი და მაგალითად ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ის, რომ ერთი ადამიანი მოვიდა და მითხრა, რომ ძალიან დიდი ხანია ეკლესიაში არ ყოფილვარ, სანთელი არ ამითია და ეხლა მინდა ამ სპექტაკლის მერე წავიდე და სანთელი ავანთო. აი ეგ იყო ჩემთვის დიდი გამარჯვება. სამ სახეობებზე რას გვეტყვით, როგორც ჩვენ მაყურებელს დასაწყისში უთხარით, თქვენ ხართ ანარეკლის, თეატრ ანარეკლის რეჟისორი, ხო? და სამხატვრო ხელმძღვანელი. დამფუძნებელი, დიახ. და ანარეკლის მუდმივ მოქმედი დასი თუ იღებდა ალბათ, ხო, ამ შემთხვევაში მონაწილეობას და თუ ყავდათ მოწვეული მსახიობიც ასევე, საინტერესოა. დიახ, კი, რა თქმა უნდა, მე მათთან გამოცდილების ურთიერთობა მაქვს და ამიტომ ძალიან დიდი ნდობა მაქვს მათ მიმართ და ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს სპექტაკლი. ჩემ ყველა საპასუხისმგებლო, მაგრამ რაღაც წმინდანს ეხებოდა, ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ჩვენ სანამ თქვა მსახიობებთან შევიდოდი, მანამდე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვიმუშავე, რომ ყველა დეტალი მქონოდა კარგად დალაგებული და გააზრებული, რას ვაკეთებდი და მე მსახიობებთან ჯერ თეატრ ანარეკლის მსახიობებთან დავიწყე ჩემთი მსახიობებთან მუშაობა, მე თავისუფალი თეატრის მსახიობები შემოგვიერთდნენ, მე შემოგვიერთდა სხვადასხვა მოწვეული ადამიანები, დარპან პრაშერი, ესეთი ინდოელი ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო კეთევან დედოფლის მასტერ ცნობილი პიროვნება არის, რომელიც რაღაცა კულტურასთან არის დაკავშირებული. დიახ, ხელი შეუწყო კეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოს ჩამობრძანებას და ასევე ნორვეგიიდან მყავდა ერთი მსახიობი, ნახევარად ქართველი და მინდოდა რაღაცა საქართველოსთან ნიჭიერი ადამიანია ძალიან და საქართველოსთან კიდევ უფრო მეტი კავშირი ქონოდა და მე ვფიქრობ ძალიან ბედნიერი იყო მოკლედ ამ სპექტაკლში მონაწილე. ასე ინდოელი მოცეკვავი ყავს, რომელიც ინდური კლასიკური მოცეკვავია და ჩვენ სპექტაკლში მონაწილეობს. დიახ, აი თქვენ თქვით რომ ინდოეთთან დაიგეგმა უკვე თანამშრომლობა, ხომ არ გეგმავთ საქართველოს რეგიონებში ამ სპექტაკლის ჩვენებას? ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან მინდა მე უბრალოდ ეს დაკავშირებულია სხვადასხვა ტექნიკურ ამბებთან, რომელიც სურვილებთან, მოკლედ ისეთი მენეჯმენტია გასაკეთებელი და თუ ყველაფერი გამოვა და ინტერესიც იქნება, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ალბათ დაინტერესდებიან სხვა ქალაქის მუნიციპალიტეტები და ფინანსური საკითხია, ფინანსებზე დამოკიდებული ყველაფერი, იმიტომ რომ ნებისმიერი სცენაზე რო შედიხარ, რაღაც იჯარის თანხა გადასახდელი, რომელიც აუცილებელია და საკმაოდ ისეთ სოლიდური თანხაა. გიგი, ასევე მინდა გკითხოთ თეატრ ანარეკლის შესახებ, რომელიც 2018 წელს დააფუძნეთ და ისეთი ცნობილი პროექტები პროექტებთან გითანამშრომლიათ, როგორც არის სესილია და ვერიკო, მაგალითად, ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილე და ასე შემდეგ. აი, მოგვიყევით თეატრის შესახებ, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს საკუთარი შენობა და სწორედ ამიტომაც თავისუფალ თეატრში შედგა გუშინდელი პრემიერა. დიახ, ჩვენ რაღაცნაირად ისე გაგვიმართლა ღმერთი გწყალობს, იმიტომ რომ ჩვენი პირველი სპექტაკლები რაც დავიწყეთ, აი საერთაშორისო ფესტივალები ესე ვქონდა გადატანილი და თითქმის სადაც გავედით, ყველგან გავიმარჯვეთ და მე მაგან ძალიან დიდი სტიმული მოგცა, რომ გარგავჩერებულიყავი და გაგვეგზელებინა მუშაობა. მე დაინტერესთან ნიკოლოზ წულკიძე ჩვენი შემოქმედებით და რაღაცნაირად მოვახერხეთ, რომ კოლაბორაცია შედგა და ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს, მე ვფიქრობ და ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი მასთან ერთად ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იმ ადამიანების გახსენება, ვინც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვინც კულტურა დღემდე მოიტანა, არის
ძალიან კარგი და კეთილი საქმე და ამ კეთილ საქმეს ამ კეთილ საქმეში რო პატარა წვლილი მეც შევიტანე როსია 100 და ასე ვერიკო და სესილიაში მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ. ჩემთვის არ აქვს მუდმივ მოქმედი შენობა, სადაც თქვა ჩვენ შევძლებთ არა მაგრამ სპექტაკლების გამართვას, რეპეტიციასაც კი რა ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს, სურვილები გვაქვს და აი ჩვენი წარსულიდან გამომდინარე მე შემიძლია ვიფიქრო რომ ჩვენ რო გქონდეს შენობა, სადაც თქვა შევძლებთ ყოველდღე რეპეტიციის ჩატარებას ძალიან პროდუქტიული იქნებოდა თეატრი. თქვათ რატო უნდა გქონდეს ახლა ჩემს თეატრს შენობა, იმიტომ რომ უამრავი თეატრია და ხო შესაძლებელია რომ ამ თეატრებში ვიმუშაო. ჩემი თეატრი არის ლაბორატორია, ჩვენ ვეძებთ ახალ სალაპარაკო ენას ადამიანებთან და ვცდილობთ რომ ყოველთვის გასაგები ახალი ქართული თეატრი შევქმნათ და ამიტომაც გონია რომ რაღაცა ინდივიდუალური ლაბორატორიები კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ქართულ კულტურას, ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ თეატრის არსებობა. გეგმა ხომ არ გინდათ რომ რაიმე გაგვიზიაროთ, ხომ არ მუშაობთ უკვე ახალ სპექტაკლზე, ან უახლოესი გეგმები რა გაქვთ და ამით შეგვიძლია დავასრულოთ. ჩვენ სულ მუშაობთ ახალ სპექტაკლებზე, უბრალოდ ჯერ არ არის ეს ისეთი ჩამოყალიბებული ფორმა, როცა ეს იქნება აუცილებლად მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ახლა ვგეგმავთ გასტროლებს, იმიტომ რომ საერთაშორისო ინტერესია ჩემი თეატრის მიმართ და იმედია რომ ყველაფერი კარგია. წარმატებას გისურვებთ და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბრძანებისთვის, ესეთი საინტერესო სპექტაკლის დადგმისთვის და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს. მე მაგალითად არ მაქვს ჯერჯერობით ნანახი და გამიჩნდა სურვილი რომ ნახო. აუცილებლად სექტემბრიდან განახდება დიახ და სეზონი დაიხურა თავისუფალ თეატრში. არ დახურვა, მაგრამ კიდევ არის რამდენიმე სპექტაკლი. ამ სეზონზე აღარ იქნება ამ სეზონზე მეტი ხო. მალე იხურება ძალიან და ამით აქედან გავა. მომავალ სეზონზე ნახავთ ამ სპექტაკლს აუცილებლად. დიდი მადლობა. თეატრ ანარეკლის რეჟისორი გიგი ლორია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.